Დღემდე ავავსოთ თასი ზღვასავი დადგეს ტკბილიზე დაშე უღვინოთ გოჩნას არ აქვს ფასი დიდი ხანია ვიცით მე დაშე ღვინის არომატით სავსე ქალაქში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ გაიმართა. ტრადიციულად ქცეული ღონისძიება წელსაც ბოლნისის გერმანულ უბანში ჩატარდა სლოგანით ბოლნისი ოქროსფერი ღვინის ქალაქი. ოქროსფერი ღვინის ქალაქი უკვე მესამედ მასპინძლობს დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალს, რომელშიც წელს 60-ზე მეტი მეღვინეობა იღებს მონაწილეობას. დღეს ღვინის ფესტივალს სპეციალურად მოწვეული იტალიელი ღვინის ექსპერტები სტუმრობენ, ასევე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, ასევე კონკურსში აფასებენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურის წევრები, რაც ფესტივალის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის მაქსიმალურად უჭერს მეღვინეობის წარმოებას ბოლნისში მხარს. ცირე მწარმოებლები აწარმოებენ უნიკალურ ღვინოებს, რომელიც დღეს არის თქვენს წინაშე, ახალი ბოლნისი. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს რეგიონებიდან 60-ზე მეტი როგორც მსხვილი კომპანია, ასევე მცირე საოჯახო მარანი. ყველა მათგანი იმ ღვინოს აწარმოებს, რომელსაც ოფიციალურად მინიჭებული აქვს ადგილწარმოშობის დასახელება. ძალიან გვიხარია, რომ დამკვიდრდა და ტრადიციული გახდა აღნიშნული ღონისძიება, ზოგადად ადგილწარმოშობას ვენახის ადგილს ყურძნის ღვინის წარმოშობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენ დარგში. სწორედ ადგილწარმოშობებები გახლა ის კონკურენტული უპირატესობა, რითაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, დასავლელი მეღვინეები სარგებლობენ და სწორედ ბორდო, ბურგუნდიაც და ასე შემდეგ აქვს მოხვეჭილი სახელი მომხმარებლისთვის. ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ფესტივალის ჩატარება. მოხარული ვარ, რომ ბოლნისი უდგას სათავეში ამ ფესტივალს. ძალიან ბევრი ღვინო შემოდის დეგუსტაციაზე, ძალიან ბევრი ღვინოს ვეცნობი, წლიდან წლამდე იზრდება მათი ხარისხი. ნამდვილად ღირსეული რეგიონია და ნამდვილად ღირსეული მეღვინეები ყავს ბოლნის. მინდა მოგილოცოთ ეს დიდი დღესასწაული, ღვინის სიყვარულის ერთობის დღესასწაული, რომელსაც მასპინძლობს უკვე ტრადიციულად ბოლნისი. ადგილწარმოშობის ღვინოების ფესტივალია, სადაც არაერთი ახალი საოჯახო მარანი ღებულობს მონაწილეობას და წლიდან წლამდე იზრდება ღვინის არა მარტო რაოდენობა, არამედ ხარისხი განსაკუთრებულად. მე მინდა დავლოცო თითოეული მონაწილე, დავლოცოს მერთმა ქართული ვაზის ძირი და ლექტაციის მარჯვენა. და ეს არის მუხიგული 1770 ბოლნისის საფერავი 2020 ერთ-ერთი ყველაზე მოლოდინით სავსე მომენტი ღვინის კონკურსის გამარჯვებულების გამოცხადება იყო. კონკურსი ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ჩატარდა, სადაც 56 მეღვინე 138 ნიმუშით წარსდგა. გამარჯვებულების ვინაობა 31 მაისს გახდა ცნობილი. ჟიურიმ რამდენიმე ღვინოს, დიდი ოქროს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიაკუთვნა. აქედან გადანაწილდა ვერცხლი, ბრინჯაო და ოქრო ჰქონდა სულ 19 ოქროდან ყველაზე მაღალი ქულით შეფასებული 11 ოქროს მწარმოებელი. ფესტივალის დამფინანსებელი კომპანია RMG-ს დაფინანსებით წელს ნოემბერში გაიმართება მერანოზე. მერანო არის ფესტივალი ყველაზე დიდი იტალიაში, სადაც მონაწილეობას იღებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებული ღვინოები. ძალიან მოხარული ვარ დღევანდელი დღით, ემოციები არის ძალიან დიდი. ყველა მეღვინეს უსურვებ წარმატებას, მეტი სიყვარული, ისედაც ვისაც ღვინო არ უყვარს, იმას კალი ღვინო არ გამოუვა. მეტი სიყვარული, მეტი შრომა. იტალიაში ჩემმა უკვე ერთმაც აიღო ამ ღვინომ, ესე იგი კახური მწვანემაც აიღო და ამ ბოლნისის წითელმაც. მაგრამ ეხლა უშუალოდ ბოლნისის წითელი წავა იტალიაში. ღონისძიების ორგანიზატორი იყო კომპანია RMG, მხარდამჭერები მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საკპატენტი და ბოლნისის აგროცენტრი. თავიდან პროექტს ერქვა ბოლნისი ოქროსფერი ღვინის ქალაქი, მაგრამ იმის შემდეგ რაც ჩვენმა მეღვინეებმა, ადგილობრივმა მარნებმა წარმატებით შეძლეს ის, რომ საერთაშორისო სტანდარტებზე გასულიყვნენ, შესაბამისად ღვინის ხარისხი გაიზარდა, მოთხოვნილებაც დიდია
და ხედავთ რა საზოგადოება იკრიბება, ეს არ არის უკვე ადგილობრივი, ეს არის რესპუბლიკის მასშტაბით და ბევრი სტუმარია საზღვარგარეთიდან ჩამოსული. მე ვფიქრობ, რომ მომავალი ჩვენი მხარდაჭერის, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით უკეთესი იქნება და ბევრად წარმატებული. ეს ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მეღვინეებისთვის. ამ ფესტივალზე ხდება ჩვენი ღვინოების, ბოლნური ღვინოების პოპულარიზაცია. ასევე არის ძალიან კარგი საკომუნიკაციო საშუალება ზოგადად საზოგადოებასთან, იმისათვის რომ მათ ნახონ და თავიანთ თვალით ნახონ და გაიცნონ ადგილობრივი მეღვინეების შემოქმედებები, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ტურისტული პოტენციალის წარმოჩინებას და შესაბამისად ახალი ნაკადების მოზიდვას უწყობს ხელს. 2022 წლიდან მოყოლებული მას შემდეგ, რაც RMG Gyros გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი გახდა, კომპანიის ყველა კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტი თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან. ბოლნისელი მეღვინეების მხარდამჭერი პროგრამა კონკრეტულად მერვე მიზანს ღირსეულ შრომას და ეკონომიკურ ზრდას ეხმიანება. ბოლნური ღვინო ყოველთვის მოდიდგანვე ცნობილი იყო საქართველოში, თავისი ხარისხით, თავისი შეფერილობით, ისტორიულად ძალიან ბევრ წყაროებში არის მოხსენიებული როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო და კარგია რომ ამას ასეთი დასაწყისი მშვენიერი ქონდა და ასეთი გაგრძელება აქვს და უკეთეს მომავალს გისურვებ. ბოლნისის ღვინის ფესტივალი მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტის პოპულარიზაციას არ ემსახურება. ის ხელს უწყობს რეგიონში ეკონომიკურ გააქტიურებას, ტურიზმის განვითარებასა და მცირე მეწარმეების გაძლიერებას. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი უბრალო ღონისძიება არ არის. ეს ერთდღიანი ზეიმია, სადაც მეღვინეობა, ტრადიცია და ადამიანური სიტყვა ერთ სივრცეში იყრის თავს.